რატიანის აღშელახსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მოიყვანეს სასამართლოს ხდომა გაიხსნა დღევანდელ პროცესზე წინა სასამართლოს ხდომას მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს და სწორედ კალიჩენკო გადაწყვეტს დატოვებს თუ არა წინასწარ პატიმრობაში პოეტს რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ასამართლებენ დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობასაც და ჩვენი ინფორმაციით ზვიად რატიანი სასამართლოს სიტყვითაც მიმართავს და საკუთარ პოზიციას წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებითაც დააფიქსირებს. ის თითქმის 2 თვეა უკვე პატიმრობაში იმყოფება. დაზარალებულად მის საქმეზე არის ცნობილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გამოძიების ვერსიით ზვიად რატიანმა პოეტმა სახეში გაარტყა. ამ გარემოებას ზვიად რატიანი არ უარყოფს, ამბობს, რომ ეს იყო მისი პროტესტის ფორმა და სავარაუდოდ ამ პროტესტის ფორმით მან მხარდაჭერა მზია ამაღლობელს გამოუცხადა, რომელიც ანალოგიური ბრალდებით ციხეში უკვე 2 წლით გაუშვეს. სასამართლოს შეაფასოთ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, გარდა ამისა გადაისინჯება ზვიად რატიანის პატიმრობა და თქვენ იცით, რომ 25 ივნისიდან დღემდე ზვიად რატიანი რჩება დაუსაბუთებელ პატიმრობაში. ჩვენ კვლავ გავაყენებთ გირაოს გამოყენების თაობაზე შუამდგომლობას, იქიდან გამომდინარე, რომ მიგვაჩნია, რომ გირაოს სრულად უზრუნველყოფს იმ შემაკავებელ მიზანს, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ეფუძნება. მიგვაჩნია რომ ერთადერთი რეალური მიზანი, რის გამოც ზვიად რატიანი რჩება პატიმრობაში, ეს არის სადამსჯელო მიზანი და თქვენ იცით, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარე სისხლის სამართლის არც ერთ საქმეზე არ გამოყენებულა ბრალდებულებთან მიმართებით გირაო. რატიანის პროცესის პარალელურად გაიხსნა ზინოკინას და არტემ გრიბულის სასამართლოს ხდომაც რუს აქტივისტებს, რომლებიც საქართველოში პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეები იყვნენ. პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა შენახვას ედავება, მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და აღნიშნული სასამართლოს ხდომა უკვე დაასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები მისცემენ ჩვენებას, ისინი დაცვის და ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხებენ. სავარაუდოდ 4 საათის განმავლობაში მაინც გაგრძელდება დღევანდელი სასამართლო პროცესი და ამის შემდეგ უკვე შემდეგ სასამართლოს ხდომებზე იქნება დასკვნითი სიტყვები მხარეების და საბოლოო სიტყვის უფლებითაც ისარგებლებენ ბრალდებულები. ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს დეტალურად მოუყვებიან განსასჯელის სკამზე მყოფი პირები, რეალურად რის გამო იდევნებიან და როგორ შეიკერა სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ. დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია და სავარაუდოდ დაიკითხებიან თავად პოლიტპატიმრები ანასტასია ზინოკინა და არტემ გრიბული. მათი დაკითხვის მთავარი მიზანი იქნება სასამართლოს და საზოგადოებას დაწვრილებით და ძალიან დეტალურად მოუყვნენ ის პროცესები, რომელიც განვითარდა მათი დაკავების დროს და დაკავების შემდეგ, ასევე მოუყვნენ იმ მოტივების შესახებ და იმ მუქარების შესახებ, რომლებიც მათ მიმართ ხორციელდებოდა მათი აქციებში და დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღების გამო. ჩვენ არ გვაქვს იმედი ცხადია, რომ ამას მოსამართლე გალუსტაშვილისთვის რამე მნიშვნელობა აქვს, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გულშემატკივრებენ სინდისის პატიმრებს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ მათი ინფორმირებას ემსახურება მიზნად, გარდა იმისა, რომ საუქმო დაფიქსირდეს შემდეგი საერთაშორისო ინსტანციებისთვის. დღეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით პროევროპულ აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტის სასამართლოს ხდომა არის ჩანიშნული. თედუა აბრამოვის საქმეზე მსჯელობას სასამართლოს უცბად 2 საათზე დაიწყებს.